Раз, два, три, четыре, пять, шесть, პოდკასტი აპგრეიდებული დაბრუნდა, მეც იგივენაირად ვარ. დღეს აბრიგინებული გაქვს? აბრიგინებული, დღეს ჩვენი სტუმარია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბიჭო, კალას მასტერი, ესე ოსტატი, მასტერი არ არის ქართული სიტყვა. უფრო მეტი რამე გაქვს. არა, არაფერი ჯერ. ანუ ამაზე მეტი გაქვს? ჯერ არაფერი. თუ გესე, რაღაც ისე აი როგორ მიყურებს იცი კალა რომ ზედმეტი არაფერი თქვა. თუ გია შენ წარადგენ თუ კარგად გამოგივაძმაო, მიდი ახლა. ჩვენი სტუმარია ერთ თიმში ხართ ახლა. ჩვენი სტუმარია ბექა აქ არის, რომელიც სადა? აი ჩვენი ენაკვიმატი გორელი წამყვანი ძალიან კარგად აკეთებს ხოლმე პრეზენტაციას სტუმრების. ბექას თქვენ ალბათ იცნობთ. თქვენ იცნობთ ალბათ YouTube-დან, TikTok-დან და ასე შემდეგ. ტეტრისი დაბრუნდა ეს არხი. დიდი შეცდომა, მაგრამ არ აუშავს. და ბექა ასევე არის ფიტნეს მწვრთნელი და აიღო პასუხისმგებლობა ჩემს გაწვრთნაზე. ბექა, მადლობა რომ მოხვედი პირველად. მადლობა მოწვევის. ის კარგა ასწავლე ახლა. ანუ ცოტა უჭესე და თავიდან. შენ როდის უნდა მოხვიდე ერთი? მე უნდა მოვიდე, მე ჩემი ტრენერი მყავს. შენ მაგრა გავარჯიშე შენ მეტრემ აშკარად. არა, ჯერ არ მისულა. შეიძლება მაღაზია ვარჯიშებს. გლდანში უნდა მივიდე, გაიგე, მე ვერ ვივლი, სადა ხართ ახლა? საბურთალოს. საბურთალოზე, აი. რატო თმის შეჭრა თუ დადიხარ ვერაზე? არა, ვერაზე, იმიტომ რომ ალეკო ჩვენი ძმა არის, მაგრამ სამარჯიშოდ ვერ ვივლი რა, ამხელა მანქანი ტიკა წადი. შენ ოღონდ გლდანში მიდი და ხო და გლდანში უნდა მივიდე. ეხა ფასდაკლება იყო ტუნაზე ვიყიდე რა 4 ბანკა. ტუნა ბანკებით იზომება, ანუ ბანკებით ბიჭო, სხვა შორის აი სხვა არაფერზე. ტუნა რო არის ფასდაკლებით, მაშინ ვყიდულობ რა. ტუნას მეწყვიდულობ მომიყვარს. შემეშალა, მე ხო არ ვიცი კითხვა. ეს გახსენ ზეთი. ზეთი არა. წყალში ხო? მარილიან წყალში. ზეთი არ დავხვდა ბიჭო. ჭამენა. ძვირი იყო მიცეო. ბიჭო, რატო ხის ეს ტუნა ძვირი ეგრე დავიწყოთ რა. რა ყის რა საძლერო? 1.6 ლარი ხო გის ეს ბანკა რა. ქორო მირეკავს დავი. რა, ხო, შეჭება, მიდი. ქორო პირდაპირ ეთერში ხარ და არ შეაგინო מחარას. აბა მაშინ გაგითიშა. რა გინდა მითხარი? რომელ საათზე ჩამოდის ის კონტრაბანდა, რუსი რო იძახდი, ახალი ის დავიწყეო. ბიჭო. ეთერში ვარ ახლა. ქორო ხარ, თქო რა, ჩემი მოვიშორო. ქორო შეგიძლია შენც უპასუხო. სარკე თუ გაქვს დაუდე წინ და მიხვდება როიცა. კალას ნომერი ავუღოთ ქვბი. ქვაბი რა ნომერი რო. კალაზე ვიტყვი ჩემზე არა. მე რა ნომერსაც ავიღებ ეგ ნომერი ეკრა. აი, ბექასთან გადავალ შეკითხვით. აი ეს ამ მუცელს. რა შეიძლება რომ გაცნონებული ეს რომ დაეკიდება ადამიანს ფაშვი. ხო. შენ როგორც ახლა პროფესიონალი თან მე რა. ფაშვი. სხვათა შორის ვაკვირდები და მარტო მუცელი აქვს. რეალურად, ანუ ხელები, ფეხები არ აქვს მუცელი. ორი თვე მინდა მე კი პროსტა. ყვება გინდა რომ კარგად. ყვება რა. მაშინ ღამის 2 საათზე ავდექი ლობიო იყო, მაგის დედი ვერ გავჩენ. ხო და რანაირად აი ეს რანაირად მოგივიდეს? აი რანაირად უნდა იყოს? რა ში არა მაქვს იმ სუკნე, გაიგე? პროსტა ვეღარ გაუძო რა, ამდენ დიაფრაგმა აქვს ძალიან გასწილი მოკლედ რა და ყვების ამბავია თავიდან ბოლომდე კი. ანუ თუ იმატებს არც ლოყები, არც ფეხები, არაფერი პირდაპირ ფაშში მიდის. ცუდი არ არის ეგ? ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ძღლელი ვით რო არ დავდივარ. ორი თვეც არ გინდა რეალურად, ერთი თვეც რა მეტი. მოდი თუ გინდა ერთ თვეში დავაგდეთ. არა ეს ვერ ივლის საბურთალოზე. თუღანთ პრესამდე ვერ მიხვალ, ხო? პროსტა ღიპი დავარდება ჯერ. აი ეს პრესი და თვითონ ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია რა. აი მესამე ხარისხოვანია. პირველი არის ყვება, მეორე ძილი და მესამე ვარჯიში. აი 30%-ია ვარჯიშია. არც ვარჯიშობს და ღამის 2 საათზე ლობიოს ჭამს. ანუ შენ რაც თქვი 3-ოს არ. ბიჭო, ვერ გავწყვიტე, ჩეხო ამოვიღები. ლობიოზე მეც ვერ ჩერდები ხო. ეთქი შენი დედაშ, მე მივხვდი რომ ლობიო, აი ვიღაც ხო ლობიო. ვერ ბიჭო, მინდოდა გაჩერება ინსტინქტურად. ტვინი მიდიოდა ის ხავდა. ჟავეც ხო? და მომაკა თანეს პური მიაქვს ბიჭო, რო ჩაავდა თონის პური მიაქვს და მიაკამდე და მე გითხო შეჩერდი ბიჭო, რეცა. მე ვსვავდი შეჩერმა, ეს თებში ვსვავდი რომ პური აღარ მიმეყოლებინა, მაგრამ მაინც ქვაბი არ დაშა, ხა ხვალ გარეცხა ქვაბს. გაუშალე ეს ნახევარი თონის პური რო გამოუსვი აქედან 3 თებში იქიდან ამოვიდა მაგი. ნერწყიმა მადგა ლობიო მე ძალიან მეყვარს. აი რაც არ უნდა ვარჯიში დაიწყოს מחარამ, ეხლა აი ღამე რომ მოუნდება ჭამა, ვინ გააჩერებს?
თავი ტვინი. გეტყვი ახავე რა. აი დისციპლინა მთავარია და პლუს მაგას რო ვარჯიშობ რა. თავტრაქს რო ვარჯიშე და რო გადიხარ. აი რაღაცის გიჩდება შენ თავთან. პასუხისმგებლობა და მე რო უნდა რო გაანიავა შენ ნაშრომი. ხო, აი ეს შრომა რაც ჩადე იმ საათ ნახევარში არ გამოხვიდე და მე შაურმაში არ გაანიაო სიტყვაზე. მე მაგ აი ფსიქოლოგიურად მან გირტყავს ეგ ვარჯიში და მაგაში გეხმარება რეალურად. მე გამეჩითა ეგ აღარ მინდება ვაფშე არაფერი. აღარა წო იმას ბადრიჯანს. ბადრიჯანს შეიცავს. კაია, ის არის ბოსტნეული ასწორებს. ალა, ვიტამინებს რამდენად ახმარ? ნიგოზი. დავიწყე დღეს კრეატინი. კრეატინი. ბექა მომიტანა. ვაფშე დაუვარდება. დაიწყო ხიმიაზე გადავიყვანთ. აი, ჩაკუზული რომ მოფსავ, მე მიხვდები შეჩება. რატო ეგრე გიქნია და ეგრე დაიწყე? მე დააჩიკო რომ მივედით სუპირველად სავარჯიშოდ რომ მივედით. არჩი ტიპებმა გვითხრესო იმენა თქვენ შეგიძლიათ და იასნია შეგვიძლია რა ვიყიდოთ აჩიკო დანამატი მინდაო რა და მე ვიცი ეს გეიზმი არის დანამატი გაიგე შეიძლება ტაშტა არასდროს არ მიღია. პირველად კრეატინი დავლიეთ. არა რომ დავი შეიძლება ტაშტაური დაიწყო შეჩება. ბიჭო ხომ ისეს თუ აკეთებ მაგას სხვა არ არის პრობლემა. ბოჭკა მოაქვს შეჩება მართლა გახსოვს. რა იყიდა? აი რაღაც ჩემი დედა. პროტეინი? პროტეინი გაი. ოღონდ აი ის დღე ხო კოვზით ამოვიღეთ ჩავიყარეთ დავლიეთ. იმის მე 6 თვე მზეში ედო უკან მანქანაში რაღაცა გაიზარდა. ჭადები გამოვუცხა ხო? იმის მე ას დაგვილევი ზე მოვიბით. რა სიძახი მოიტანე აქეთ. გაფუჭდა ის გადააგდო. არა, ეგ უგიშეს кейსი იყო ხალხს უთხრას ბოლომდე რა. ერთ-ერთ სატრენაჟერო დარბაზს შევუთანხმდით, რომ დავით დამახარა დაიწყებდა ვარჯიშს და 6 თვეში მთელ ამ პროცესს ერთ ვიდეოთ ვაჩვენებდით რა. ნახე, შენ ხვდა ეგ ვიდეო. მახარა რა, არა, ვერ შეხვდებოდა. TikTok-ზე ვნახე რაღაც რო დაიწყო ეგრე ვარჯიში. დაწყება შეიძლება. დაწყება შემხვდა თორე არ ვინც გავგზავნებია. გააკეთა ეგ ვინც დაასრულა კაკო არის ეგ და ეს არის გავხსი რა ბიჭო რა კაკომ რაც მე მახსოვს ეს გამოვიდა ზაფხული იყო და YouTube-დაც ქონდა მე ვხვდები კაჩუკი ეს თან ზაკეთებდა მე ვხვდები კაჩუკი ეხა 6 თვეში და ორ კვირაში გავიგე რომ აღარ ვარჯიშობდა უკვე იმიტომ ცუდად გამხადეს შეჩერა გამგაგხადა ცუდად. ბიჭო კროსფიტს მავარჯიშებდნენ და კროსფიტს ძალიან რთულია ბიჭო ეგრე გულს გიწევს. მესამე დღეს ფერი დამეკარგა და ხო და გააცუდეთ ფერი არა, რა. და ესო გადავარდი გაიგე ვეღარ გულზე გაუწევ ურტყავს გულს გიჩქარებს ეგრე კი. და მეთქი და შემი აი რა არის მთავარი შეცდომა ადამიანები რომ იწყაი ვერ იწყებენ მალიანებებენ თავს აი ბიჭო მე მგონია რომ არ უნდა შეაშინო ალბათ მივხვდი რომ შენ გეკითხებოდი ადამიანს რომელმაც ორ დღეში რა არა ჩემი გადამოხდა ხომარჯობია გიორგი ხომარჯობია რომ ბექამ უპასუხოს ბექამ ბოლოს უნდა უპასუხოს შემაჩამებელი იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილება მოდი მე კითხავ მე პროფესიონალმა უნდა მე კითხავ და შენ თავად ვინ უპასუხებს მე ვიტყვი ეხა თუ გინდა და თუ დაემთხვევა ჩვენი. პირველ რიგში ადამიანი რომ მოდის თავი უნდა აგზნობინო კომფორტულად. არ უნდა შეუზღუდო, კი არ უნდა შეუზღუდო, უნდა უთხრა რომ შეამცირე უბრალოდ. ანუ შაქარი გამიჭირდაჩი შაქარი ამოიღე ესე პირდაპირ ამოიღე შაქარმა იცის დამოკიდებულება რა. ერთი ბანკასტივია მაქვს სახში ოჰო. ვახლა გეუბნები ფირმიდან ჩამოვატანი გევასება ტყილე? ბიჭო მე ვასება რა აი გლობიოსავითავა რა თუ ერთი ავიღე და გავსინჯე მთელი ღამე ბოზდიში მე არ მომინდება ლუკას უყარს და სახლში აი იმენ ჩემი სახლი არის გამოსაცდელი აპარატი ესენი მოვლენ מחר შაურმები უნდა იზილონ ლუკა მოა პლიტკას ესე გახსნის და ეს ნახევარს შეჭამენ და დევს და გაივლი გამოვლი ამას უყურებ რა უყურე მე შენ უყურებ და გასივდნენ ეგენი ჭამონ შენი რა მინდის ამ ჯერჯერობით მე ვარ გასიებული ლუკას არაფერი ეთყობა გასიების არა უცებ დასწრებს კალაზე მინდა ვთქვა რომ არის ძალიან მაგარი მოსწავლე ძალიან მოტივირებული და აი რაღაცა იმე ჯანი აქვს რა კაცის ჯანი აქვს გაიგე რო და კონკრეტულად ძალიან ჯანი აქვს და პირველ დღეს იმდენად შემაცინა ამის ჯანმა რომ მოვკალი რა პირველ დღეს მომკლა ხო ხელებს ვერ აი ღამე ეგეთი რაღაც არ მქონია ბიჭო რას დაუდი აწია ყველაფერი და უკვე მეც აზარში შევედი რა მოდი დავამოტო ღამე გამეღვიძა 6 ჯერ ეგრე ყოველ ფეხებზე რა 180 კილოზე რო ავედი პროსტა ვერ დავდები მართლა ვერ დავდები დაგაკეთე 180 კილო ფეხებით რა ლეკურესი ხო როად პროსტა ვერ და მაგის პედადი ხარ ეგრე დილით მინდოდა შეჭმა გაძმოსულიყავი და ავიღე ისე უკან დავდე შეჭერა მეკნა არა ძალიან მოგიკლია თავი ხო ეხა შეცდომა არ არის ესე თუ პირდაპირ მიაკოდა თავიდანვე მე იფიქრებდა რომ ეხა სულ ეს ტანჯოა ბანკით ვერ დავდიოდი ბოს გას ვერ ვარ ხო არა კი ეგეც უკარგავს ეხლა мотиваციას ადამიანს ხო დაკარგე მათ мотиваცია არა ცუდად რო გავხდი პირველად მაშინ დავკარგე და მე უკვე რა სულ დადოგახდი ან კარდიო ვერ გაუძელი არა მოკლა ბოლომდე აწვებოდა აი რაც არ შეეძლო იმასაც ეუბნებოდა რომ უნდა გააკეთო და აი ბოლომდე გაწურა რა ვაფშე მაგაზე შეკითხვა მაქვს იმიტომ რომ ყველა ტრენერი რაღაცა მაგას შვება ეგეთ შეგრძნება მაქვს ბევრჯერ დამიწყია მე
ეხა ბევრი გამოცდილება. პირველად რო იწყებს ადამიანი რა. ხო არ ჯობია რომ სუბუქად დავაწყებინოთ ისე ვიდრე მოვკლათ პირველივე ვარჯიშზე. ნახე, ჩვეულებრივი ბიზნესია ეს რა. ადამიანი რომ მოდის შენთან, მართლა ანუ ბიზნესია ჩვეულებრივი. თავი უნდა მოვაწონო მაქსიმალურად. და იმდენად დიდ efforts დებენ ეს ჩვენი ტრენერები და იმდენად ცდილობენ რომ თავი მოვაწონო, რომ ზოგჯერ ზედმეტი მოძდით რა. და იმას ვერ აცნობიერებენ რომ ის ადამიანი პირველად არის მოსული და ერთი კვირის მერე ვერ ადგება. როგორც მე მომივიდა კალასთან პირველ დღეს. ოღონდ ამ შემთხვევაში მე თავის მოწონება არ მინდო და უბრალოდ ამისმა ძალღონემ შემასტინა და ძალიან ჯანი. იყენებს და გამძლეობა აქვს ძალიან დაბალი ქონდა. გაიჭითება, სხვა რაში უნდა გამოიყენოს. და კარდიო და რომელიც ორივე ამოხაჩავთ. მომატებული აქვს საერთოდ. აუ ვიჩხუბო თუ ეჭველი შეჩემა რა. მე და შენ? ძალიან ჯანზია. კიდე გინდა? რამე ის უნდა იმას ხრიკები. აი ისა რა ხრიკები. დაჟე ვიჭიდავ, მაგრამ ჭიდაობაში მეწოდები. ვიჩხუბო. ჭიდაობაში გეცოდები? ჭიდაობაში ვერ მომიქებ. ძალიან დიდი სირცხვილი იქნა მე თუ მოგიქე, იმიტომ რომ არა, მთელი გორი 11 ხარ. ხო, ბევრად. რამდენი? მე ვარ ხა 98 კი. 115 ვიყავი ბოლოს რო ვიწვა. 98 ხარ? ხო, მაგრამ დაიკლებს ახლა კალა. მე დავიკ ჩამოვალ ნელ-ნელა. ნახე, მე მიწევს ჩამოსულა. შენ კი არ ჩამოდიხარ. შენ იტო ზღრენი ხარ, შეჩემა ამხელა. ბექა, აი ორივემ რო მაგრა დაიწყოს ვარჯიშს გადააკვდეს, რომელს უფრო ტანის პოტენციალი, ვის უფრო კარგი აქვს რა. იმას მოცეკვავის ტანი ხა ეს ელასტიკებს თუ გამოიწვევს და ამეებს თუ გააკეთებს შეჩემა. რა კაი ყოფილა. შენი ოჯახიდან იყო პირდაპირ რომ მოცეკვავის ტანი აქვს ხა. მოცეკვავის ტანიანმა კაცმა რომ წემოს, კი მოვიჭრით აუს შეჩემა. ხართა შორის ელასტიკები ვიყიდე ხა, მთელი ბავშვობა მეგონა. კაია. გეებს ეცვათ მარტო ელასტიკები რა. ეგრე გამზარდეს და ევროტურში ვიყავი, გაიჩნდა ბიჭო კაცი ეხა ვიყიდე ბავშვი ყველა ჩანთა ვიყიდე სპეციალური ბოტასები შეს. ნახე როგორ ოსტატოა დაუვარა? კაცი, ნახე არ უნდა ეხა. პასუხი დავაცადოთ და მე არ მოიწო ჯერ მოყვეს ელასტიკები როგორ ჩაიცვა. კარგად ქონდა მომჟდარი. მოწყუცუნებული ქონდა. შარვალი ვიყიდე, ეს ჩანთა ვიყიდე, ბოტასები შესაძლებია, ბოტასები ვიყიდე, შორტიკი ვიყიდე, მაიკა ვიყიდე სპორტული რაღაცები და ბიჭო ეს შორტიკში მეთქი შემცვიდა თქვა გძელი სპორტული ვიყიდე ვიძე იყო რა და აი სპორტულ შიგნით მანეკენს ეცვა ბიჭო ელასტიკი რა და ძალიან მაგრა აი მენა კაი ვიძე იყო თან მე ხო დიდი ფაუს მეგდა ამას რა და მეთქი გახადეთ ამის დედა შიგ მოვძებნე აი ესეთი რაღაცაა შეჩემა რა აი რო ამოვიღე მეთქი დიდი ზომები გაქვს ესო 2XL იწელება უნდა ვნახო შიგნიდან ეს დათბილულია მთელი ევროპა შეჩემა ელასტიკი და შორტიკი მეცვა სეზონის გიჟივით ისე გამისწორდა თან ვაფშე არ გწივა ბიჭო თურმე შარვალი რომ მოწოხო სუნცივ ამ სიცივეში ყვერები წელი ამას ესე ამოიწევ აი ეკამდე დედა ჩემი რომ მიკეთებდა აი ეს მაიკას ჩაიტანევ ამოიწევ არა ჩვენ სპორტული ადამიანებისთვის მე და კალას ვიცით ახლა ფეხბურთის დროს გვაცვია ხოლმე ფეხბურთის დროს რა კაი ბაკურიანში ბოლოზე და რაღაცებზე დავდიოდი ხოლმე ან რაღაც სიცივეში ვიწევდა ხოლმე ვარჯიში გარეთ ეგენი გვეცვა ხოლმე შიგნიდან რომ შორტზე იმიტომ რომ შარვლით ვერ ივარჯიშებ არა ხო ეხა მივხვდი შარვლით რომ ვითამაშე ფეხბურთი აუ შენი ტექნიკა დაიკარგა თვალსა და ხელშუა შარვლით რომ ივარჯიშე კი არა ითამაშე აი დაუბრუნდეთ შეკითხოს ბექამ მე ვერ გავაკეთებ მაგაზე ხა კომენტარს არა מחარა არ იცის מחარას შესაძლებლობები არ ვიცი მაგრამ კალაში დარწმუნებული ვარ შესაძლებლობები გადავდოთ გვერდზე ესე ერთი შეხედვით პოტენციალი აი ანის პოტენციალი სილამაზეს ამბობ არა აი მხრები რაღაცა რომელიც უფრო მეტი პოტენციალი აქვს რომ წავიდეს ლამაზ ხალკივი ტანზე კალას ძალიან მაგარი გენეტიკა აქვს კერდი მხრები ფეხები ყველაფერი ძლიერი აქვს რეალურად ერთ თვეში დამებერა უკვე ბიჭო ასე შენ უნდა ნახო აი ეს ვარჯიშის მერე ძუძუები რო ეფამფება გენეტიკურად ძალიან ძლიერი ვარ მასა არა מחარ ძალიან არ ვიცი ხა ძლიერი ბიჭი იქნება ანუ იმდენად დანებდი გენეტიკას რომ მარტო მოიკიდე ხელი გენეტიკურად მე ბიჭო კაცს ეგ ეგ ვებს ვერ გიშველი ან ჭიდაობაში ვერ გიშველის და ეხა თუ ისე ჭიდაობას აპირებ რომ მე გამიკეთო უკანე ხომ არა ანუ ისე არ მოხდეს რომ სხვებივით აი ეს კაჩოკი გახდი და ისე პაჭარა ჭუჭი კონდეს კაი ძირითადად კრეატინი რო დაიწყო აუ თან კრდის პაჭარა ჭუჭი მოიცა ერთი წამი ეხა მოდი თქვათ რომ კრეატინი არის ეხა ნახე ეს მითებს ავრცელებს და აი კრეატინი არის უკვე მოიცა არ ვიღაცა შეიძლება იფიქროს მართლა ეგრეა ბიჭო ხო და მოიცუ კითხოთ ეგრეა თუ არა ასტეროიდში ერევაში ერთ
არის. არა, კრეატინი არ არის ეგეთი. კრეატინი პროტეინი. მეც ეგრე მეგონა. აი კრეატინს ვერა ეს ნერნა ხმა შეეცვლება? არა. ეგ არის სტეროიდი რა. სტეროიდზე ვისაუბრო, თუ არ გვინდა რაღაც ტაბუდადებული თემაა ზოგადად. ანუ სტეროიდი არ უნდა გაიკეთო ეგ შეგვიძლია ერთ-ერთი სტეროიდი არის, მოკლედ მარტივად აგიხსნი რა, ტესტოსტერონი არის მამაკაცის ჰორმონი. ჩათვალე აი ხარი შენი ტესტოსტერონი რა. სტეროიდს რო იღებ კონკრეტულად ტესტოსტერონს. ეს შენი ბუნებრივი ტესტოსტერონი ადის აი აქ. კურს ანივებ თუ არა, ჩამოდის აი აქ. ხვდები? არ უნდა შეწყო. და ამის ხშირი მოხმარებით. ამის ხშირით მოხმარება უკვე ჩამოდის, რაც იწვევს იმპოტენციას. თან უმეტესობა არ გამოდის ამ კურსის მერე, ანუ შეიძლება მერე ამის დაბალანსება ისე გავიდეს. გასაკეთებს. აი კუნთი, ჯანი და რაღაც. უცებ, აი შენ რო გინდა სიტყვაზე 3 წელი, რომ აი მე თავტრაკი დისციპლინა ყოველდღიურად მიხვიდე ის ჭამოფილე ჭამო ეს ჭამო, უცებ რავი 2 თვეში 3 თვეში შეგიძლია ეგ შედეგი დატო რა. ანუ სტეროიდს თუ ვიწყებ, არ უნდა დაამთავრო არასდროს თავი რა. სტეროიდი არ უნდა მიიღო თუ შენი პროფესია არ არის პირველ რიგში და ბოდიბილდერი ან ხარ რაღაც მსგავსი. მაგრამ თუ მიიღე, ძალიან ცუდი ის აქვს რა ქვია. კონტროლზე ხო და ეხლა გავმიჯნოთ კრეატინი და პროტეინი და ასე შემდეგ. კრეატინი არის 100% ჯანსაღი. ჩვეულებრივ საჭმელად შეგვიძლია მიიღო, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით აი სტეიკი უნდა ჭამო, რაღაც 20 კილო რო ის ერთი კოზი ის მიიღო სიტყვას. ხო. რასაც იღრი. მე მირჩევნია ხოლმე ჭამეთ რო იღო ისა მევასე, მაგრამ ძალა. პირველ რიგში ძალის არის კრეატინი. და ის პროტეინი შენ რაც იყიდე რეალურად ერთ კოზში არის 6 კვერცხი. ანუ მარტივად შეგიძლია რომ 6 კვერცხის ჩალიჩის პირველად რა გავაკეთე იცი ჩემი დედა. ვიღაცები ვარჯიშობდნენ, იქ ბაზრობდნენ, რომ 20 კვერცხი და იმან 30 გადაუწყა და ეს 20 კვერცხი და 30 ჭამენ ერთ ჭამაზე? 5 ტიპი დგას როგორი აი ჩემ თა პოზიციაში აი წვრილი წელი და ანიმაციის გმირები რო დადიან ხო მეგეთ ეს მაინც ურტყავენ ამ კვერცხებს ბიჭო რომ ოღონ აი შაბათში სკეჩის სიტუაციები აი ეგეთი სიტუაციაა წავედი სახში მეთქი თქვენი კარგი სტრაკან ეხა განახეთ რომ მარტო კვერცხით იქნებოდნენ ეგენი 30 კვერცხი მოვხარშე 20-ზე ცუდად გავხდი რა არაში ბიჭო თურმე ესე ცილას ჭამენ შეჭა მარტო გულს არ აჭამენ ხო იგრია ქოლესტერინია მაღალი გულში ხო ცუდ წებით გავსკდი ბიჭო მე მაქვს მაღალი ქოლესტერინი გულს საერთოდ არ ვიღებ გულში არის ყველაფერი ხო მარტო ცილას ნუ 1-2 იმასაც ურავი ხარ რა მაინც მაგრამ გულშიც არის ო მე ძალიან მიყვარს მოხარშული კვერცხი ჩემი ძალიან მაგარი როგორ დავიკლო ეგ სემოვნება სხვა რაღაცით როგორ მივიღო მოხარშული კვერცხი ხნილად როგორ მივიღო ბიჭო ისე მევასება ხნილი ობა ის ჭამის პროცესთან ის მარილი всё რეალურად შენს გიყვარს ჯანსაღი კვება მე მაგრამ მევასე მე დაჟე ისე არ ხარ რა აი ტუნა და რაღაც რო იციან ხო იცი არა ყლები თუ ტუნას ვერ ჭამ არა შენ მომე ვინც ვერ ჭამ ყველაფერი რატომ მიყვარს ბიჭო გიждები და აი მაგას ვერ ვიღაცები ფუ გაწიეს რო იძახი არა რასა მინდო რაღაცა ჩავცხო იმიტომ რომ ჯერ საჭმელზე ფუ არ მიყვარს აი ისეთ საჭმელზე ფუ მარტო პოდკასტზე ფუ მარტო აი საჭმელზე როგორ შეიძლება თქო აი იჭმევა მას შეიძლება ცუდია მაგრამ შევჭამ რა კიდია რა ხო ყველაზე რთული არის კიდე რომ მომხარებელი მოდის რაღაც შედეგი უნდა და რაღაცას რო ურჩევ რა ეს ჭამე აი მაგას ვეჭამ იმას ვეჭამ ამას ვეჭამ ანუ რა მაშინ რა ვიცი ბექა ვინც მოდიან შენთან რა და ზოგადად დარბაზში ვინც მოდიან მიზანი რა არის ხოლმე არის ის რომ მე კარგად გამოიყურებოდე და ჯანზე ვიყო თუ არის ხოლმე ის რომ აი ამ რაღაც სტრესებს გადანაწილება პროცენტულად ვიცი რომ ისიც იქნება და ისიც მაგრამ რომელი უფრო ჭარბობს ხოლმე აი 1%-ია სტრესისთვის მისული არა სხვათა შორის ძალიან ბევრია მეც მაგიტო დავიწყე ვარჯიში აი მენტალურად ძალიან გეხმარება ვარჯიში რა აი რო შედიხარ რაღაც აი 1 საათი არა პირით გაძლიერებს რას რატომ უნდა გასუსტებდეს ვარჯიში რო გადაგაქ მენტალური პრობლემა ხო ვარჯობი არ ვიცი არა სხეულს ჭირდება მგონი მე ერთ-ერთი მჭირდება ხოლმე დისციპლინა ვარჯიშს რო ვიწყებ დისციპლინა მთავარი 100%-ზე ამდის ერთადერთი ჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა ისე თქვი ეხლა მარტო ეგ მინდა დისციპლინა აი დილით რო გავუწო ხოლმე რომ ეგრევე ავდგე შევჭამო მე წავიდე ვარჯიშზე ყველაფერში მეხმარება მე ეგ დისციპლინა გაიგე არა დისციპლინა მთავარია მეც მაგას ვიძახს მე პირველად ვარ ცხოვრებაში ბოდიშ გაგაწყობდი რომ დარბაზიდან წამოსვლა არ მინდა და იმიტომ რა გვინგეში ფოტო თავი და ხო გითხარი რომ მე 2 შაბათი 4 შაბათი პარასკევი ვივლით ხო რა მაგრამ ეხა ისე ყოველ დღე და ჩემზე მეზადის მაგრამ რომ მივდივარ თავი აღარ გინდაო რა იმიტომ რომ იმდენად სიამოვნებს რომ იმიტომ ხო გეუბნები მიხვალ სახში შოკოლადები ლუდი
აი ეს შფოთები, ეგენი გხდება. აბალანსეს მაგას სხვათა შორის. ეხა იქ რო რაღაც დარბაზ სიტყვაზე 1000 კალორია სწავს და რო გამოდის და მე ლუცვავს. სვაო მაინც. სიტყვაზე ვიძახი რა. ანუ ბალანსდება ეგ რა. ჩათვალე რომ ეს არ ვარჯიშობს და მარტო ლუცვავს. რომელი ჯობია მაგარ შორის. აქამდე რამდენჯერ დაგიწყია ვარჯიში და ყველაზე დიდხანს რამდენი ხანი გაგაჩა? აქამდე 2018 წელს დავიწყე ესე. ანუ ბაბურო გადა. თვიანები მქონია და 2 თვიანები რაღაც ეგეთი, ასპრია რო იყო თავიდან მან. მე ვარჯიშობდი 9 თვე 10 თვე და თუ რამე გავდი და ეხა შემილია რომ რაღაცა აშენებული რაც არის რა ჩემი სხეული მასალმემორი რაც მაქვს ეგ 9 თვე რო გადავავი მაშინაც ხოთა შორის ეგ რაღაც პრობლემები მქონდა და მაგიტო დავიწყე რა და მაგიტო გავქაჩე და მე მქონდა პატარ-პატარა მომენტები ძალიან რომ აჰა ეხა არც ვაპირებდი რო გეკითხა ჩემთვის რომ ალო ვარჯიში რა თმინდა ვარჯიში ისედაც არაჩვეულებრივი ბიჭი ვარ ვახჩი მაგრამ თურმე ამდენი პრობლემა დამიგროვდა თურმე რომ ეს ყველაფერი ძალიან მჭირდება რომ გამოვდევნო ორგანიზმიდან ყველაფერი და პირველად ვარ ეხა ცხოვრებაში ესე არ ბოქსებზე არაფერი ბოქსებზე ეგ მინდოდა პირველ რიგში მე ხელი ვიტკინე და ბოქსი რა ხო და ეგეც მინდა უეჭველი ეგეც მინდა რომ შემოვლოს იმდენი არ ქნა რომ გავრეკო მაგის ნიადაგზე არა დარბაზდა რომ მივხვდიო დარბაზიდან წამოსვლა არ მინდა კაცკალას ხედავ საწეთაში თვითონ არის ტრენერი და ავარჯიშებს מחარას ავარჯიშებს ბიჭო უნდა შეიყვარო რა ან ეგ არის რა რომ უნდა ქსიამოვნებდეს იქ არა ეხლა ვარ როგორ გითხარი კიდევ ჩვენ და ყველაზე სწორი არის ეგო რა მთელი ცხოვრება ვაპირებ რომ აღარ გავჩერდ всё ეს არის ჩემი ცხოვრების რუტინა შოვება აუ აი კამანდა ცალკე საგიჟეთია ზაფხულამდე რო იწყებენ ვარჯიშს ხო ფული არის შოვება ზაფხულის გამო ეგეთებითი შოვება კი საფხულის ტანი ყენდება ზამთარში აი მახსოვრეთ ბიჭო მე მინდა ეხა დავიწყო არა შენ აფერ გიშველო მახარ ბოთი შენ არ გეხება არა ბიჭო შენ ერთ 3 ზამთარი მაინც გინდა გაკაჟება მინდა დავიწყო რა და ეს მართლა სუთელი ცხოვრება არასდროს შიგნით მაიკა არ მეცვა არაფერი სუ ტიტველი დავდიოდი ხოლმე რა ზამთარ ზაფხულს მე ხიმ რომ გენეტიკა რო ისეთი გაქვს რომ გვაჩვენო ხო ეხა ამ ბოლოს დამეწყო ცოტა შემამცინებს ხოლმე და რატო ასაკმა მართლა 30 წლები უკვე მაგისტრი ეს არ ვთვლი მას გზავრობია არა არ გაკიმარებს საჭესთან თუ ვზივარ ხოლმე იმ ხო დღეს მაგას ისახიეს იმ დღეს ჩავრთე შენი ვიდეო შეჩემა და შუქი ისე გირთყავდა კონტრი ან ჭყიალებდი შეჩემა ეს ჭაღარები ისე წამოგივიდა რომ არ შემიღებია კაი ხანი მე მგონდა რომ ეს დაკიდეს შენ რატო იღებავ შეჩემა შენ რა უნდარდელი ცხოვრება არა გენეტიკა ქვია მაგას არა რა გენეტიკურია ეგ გენეტიკურია ძმაო მე მქონდა ბედნიერება გავიცანი კალას დედა და დავწუნდი რომ გენეტიკა არა გენეტიკური სამწყო ჩემ ხარეს რო არავის შეხედო არ ქონია ჩემ მეტრა 60-ზე მაღალი არავის არ ქონია ჭაღარა არა არა ხო შენს შფოთიანი ხარ ეგ ამატებს რა თქმა უნდა მაგ ყველაფერს ვიღება ხო აი ალეკოს აქ მაგარი სხნარი გადამისმევს იღებავ ხო მართლა აბა ბიჭო შამპუნები არის ხო და აი შამპუნს რაღაც შამპუნი აქვს რომ მიჩერებს ჭაღარის ის მოიცეს თმას იღებავ შე იბანს რა კრეატინზე და პიტარაშტობაზე ველაპარაკებ შენ არა კი არ ვიღებავ ბიჭო აბა და პირველს კალა პედიკური მანიკური კითხე აბა მახარ აუ მე რო ეგ არ შემეკითხო სირცხვილია მართლა შეჩემა ხო არა ამას ხო რა დადებილობას მაკითხინებ კაცი არის ჩაყუდებული ფეხის ფშხილებს რამეს იკეთე აი ხანი არც მინახავს შეჩემა როგორია მოიცე პედიკური გაგ რა პედიკური არა ყალე შეჩემა ის არ წაკისვავს უფერული არასდროს არა ძმაო რა ჩუსტებით რომ გამოდიო მოიცა ანუ ის მაზუთი არ არის ხოლმე ხელზე დადგისვია ბიჭო ის ფშხილები რა შავი გაკ მოხარ შეჩემა თუ რა არის მოიცა პედიკური გაკეთებული გაქვს თუ არა არასდროს ბიჭო არის რა არ ნახე ბიჭო რანაირი არასდროს არის შეჩემა მეცინება ამ დრო ეხა ნახე არა კი ეყოფა აი ვიღაცას ვეუბნები შეჩემა მოიცა ეხა ნახე ელასტიკი ჩავჭი 33 წლის ასაკში მოიცა პედიკური გაკეთებული არ გქონდეს რა საერთოდ ეხა რას იზამდი იცი შეხორ და შენი პასუხი როგორ იცი რა პედიკური ხო არ ზედაჩვილი პასუხს იმიტომ არ გიბრუნებ რომ აჩიკო გააბედნიერე და ძალიან ბედნიერე არა აჩის აქ რაღაც ინფორმაცია ეხა აშკარად არა აჩი სანდო წყაროებიდან მაქვს კაი არა უშავს კაცი პედიკური რა აი მე ვზივარ ეხა ვიღაცასთან ვარსაგებ და აი ეს მიდევს ხა და კიკი ცოტა და მოდი რატო გონიო რომ პედიკურს ვინც იკეთებს ესე უნდა იჯდეს აბა როგორ უნდა იჯდეს ფეხების ფშხილების გაკეთება მინდა და ანუ ცოტა ისე რომ გამიგე რანაირად გავიხდი ფეხზე შეჩემა პედიკურის მუღამი რა არის
ანუ შენ გეჩქიმიტო გეკითხები რომ შენ იცი. მე რა ვიცი. ვარჯიშზე რო ვეკითხებოდი ბექასა შენ რო პასუხობდი პედიკურზე მართლა მაინტერესებს რომ ფეხის ფრჩხილების სილამაზე რა თუნდა კაცს. შენ არ მდიდარი რო ხარ შენ აღარ იჭრი და მე ის გჭრი ის. მდიდარი ესე იგი უფრო გამემხარდა ეხლა მდიდარი რო ხარო ესე იგი საკუთარ თავზე ლაპარაკობს. მდიდარი რო ხარ ან რო ვერ წვლები მე ცოტა და ვეღარ მივწვდებოდი ეხლა დავიკე. პირაც გაიჩითა მაგის. ანუ შენი პროფილი ჯდება კიდევ. ნასკერზე იცი რა რთული იყო ეხლა დავიკელი კიდე ცოტა რა. პროსტა ვერ ვიცნობდი შეჩერა მე ვიღლებოდი. ეხლა ყლება. მაგრამ ჭიდაობაში მე პროგრამი. არა ჭიდაობაში მე ტექნიკა მაქვს ჭიდაობაში. გენებში აქ ამას. რა ჭიდაობა გენებში აქვს. ჯერ პედიკურსო კაცს იკეთებს იმას როგორ წავაგებ. არ შემაგინებინო ეხლა. შეშევა გამანები თავი. გააჩვიო. ელასტიკი ჩავიწუდა წიგნში და მახარ ცოტა რაღაცა შენ ბერძნულ რომაული ხარ თუ თავისუფალი სტილის. იმიტომ რომ ის ესე რო დგებიან ეგრე რო დადგე ხოლმე რა. ელასტიკი ჩავიწუდა. როგორი შეგრძნება მქონდა ის ტრაქში რაღაცა მომიჭი რა მე ძალიან გამაგრა ასწორებს. არა ძალიან სულ შეგრძნება იყო. სვაკეთი კი უყურებოდი ვინმე ხوار მაკვირდება თქო ევროპაში ვისაც. კაია. მაგრამ კაი არის ბიჭო. მართლა აი პედიკური გაასწორა. ანა გააჯი. ერთხელ მაგ გაკეთებული მაგას ველოდებოდი, როდის გამოწდებოდა. ხო. კალა რაზე პირად იცლობს პროსტა მახარას რომ პირველივე წამზე შეატყო რომ მაგიტო ხტები მაფიაზო თამაშობ ხო. გააჯი შეჩემა რა გაკეთებული ისე გამეპრანჭა რომ არა შეჩემა რა ვიხო. მე რო ვიკეთებ ეგ პედიკურია. ჭხილებს რო იჭრი მაგას უეძახიო. ჭხილების დაჭრა დაერქვა პედიკურს არ ვიცი. ანუ რა არის პედიკური არ ვიცი. ბიჭო მე არ გამიკეთებიო და ვინც გააკეთა იმეთქვას. სანამ სახელმო მოგხიბლა პედიკურის და ჩაეწერე არ იცოდით. ანუ რა არის პედიკური მე მეკითხები შეჩემა. რა შეძახი ჩვენი. ანუ ესახი ჯერ ესეთი პედიკური არის ფეხზე რაც კეთდება. პედიკურს რაღაცას ვეძახით. არ იცი ის? პედიკური არის პედიკური სხვა რაღაცებიც არის. მანიკური არის ხელზე. ვაიმე ეგენი არ ვიცი. გიორგი კიდე რო ეგრე არ განგონა არის ბიჭო. შილაკი რა არის და ესენი არ ვიცი. შილაკი რა არის? შილაკი არის რო იმაგრებენ ჭხილებს. და მე ეგრეთ რო დაგრძელებ. ეზრდებათ ძველი ჭხილი უჩან და შილაკი წინ არის გამოწეული. ანუ წეღა რო თქვი რომ აი ხა როგორ წარმოგიდგენი რომ ესო ვიждე და ვეუბნებოდო მართლა ყოფილა არა ჯერ ეგეთ შევაწყობას ვის მივაყენე ბიჭოს თავში და ფეხის ხოს გავაკეთებინო არ ჯდება ეხა ჩემთან რა. აბა არა მეყლებება შეჩემა მაგრად მე. როგორ მოხდა აბა ფაქტი? პედიკურს არა კაცო ფეხი. წაიქეცი და დაეცი და არა ფეხზე არ ზუსტად პედიკურს ეძახით თქვენ პროსა სალონში მისვლას, კაიგე? პედიკური არის ფეხს რო იკეთებ. მე ეგ მაქვს. უნებზე ვიყავი მისული რა. ფეხის არა ხელზე შეჩემა. ვიდეო ცუდგვარობაში მქონდა რომ მე ჩემით ფორმას ვერ მივცემდი რა. ამიტომ მივედი. იჭამ მაგნუნებს რო რატო? არა ხელოსნები დადიან ძალიან ხშირად იმიტომ რომ მაზუტს აშორებენ ძალიან კარუბკის ზეთი წავს იცი როგორ შეჩემა მაგრამ ხო პედიკურს და ყლებაში მტენით ხა პედიკურს არ ვიყავ ნუნების გასაკეთებლად მოიცა შენ თქვი რომ პედიკურზე ერთხელ ნამყოფი ვარო პედიკურს მაგას ვძახი რომ ვიღაცასთან მივდივარ ჭხილები გაეკეთებინა არა შენ რას ეძახი რას ქვია ახ მე რა ვიცი აბა შეჩემა ეხა რანაირად შევიჭო კაცი დაჭდეს და კიდე მოიწეს რიგა კაცმა ნუნები. არაფერი ვიღადა არა ფეხი მე კი არ მაქვს პრობლემა არანაირი ეს რო იყო არა ბიჭო რა ფეხი ბიჭო წარმოიდგინე ჩა ზიხარ სადღაც და არა მართლა შეჭა აი წარმოიდგინე ზიხარ ზედასკამზე და მე უნდა წარმოვიდგინო შენ იყავი და მოიცა თითებში არ უდევენ იმაში. ესე რო ფეხი გაკეთებს. რაღაცებში გიდევს ფეხი ბამბები ბამბე. და თუ არა და იმით აქ თვალებს კიტრები, აი წარმოვიდგინე მაგარ რო ეგრეც. კიტრი არა, მაგრამ ეხა ის გეტყვივა, მე ეხა პედიკური არა, მაგრამ ეხა გერმანიაში ვიყავი, სახის მასკები ვიყიდე რა. აგიდა მაგარია. ძალიან ელასტიკები გზაზია. სახის მასკები არა, გეტყვი, ეს სახის მასკა კაცებისთვის არის, მე ფორმეს. თორები რაც არის, ო დაიდებ ხსნის, ჭუჭკა მიყავს და შენში ცხოვრობს ორი მეორე არის შავი ისვარი. იმაზე გავაზე ვიდეოებში იყო ხომ ესე უსმევენ ეს ხერება და უნდა აიძრო რა. ეგ დავითრე, მე წავისმევ ამას და ეს გახმება და რო ვიძრობ შავი წეთლი ამოდის. ახლა მე დავინახე რეკლამა სახის ეს מחარა გამოდის დგება აუ გეივიძე ხო არა როგორც מחარა გამოდის და კამერაში დგება ესე და უჭირავს ის სვარშიკის შემდუღებელი ნიღაბი უკეთია და დამღლელი თხის შემდეგ მე როგორც სვარშიკი და მე დგები და ორი ცხოვრება გაქვს ანუ სვარშიკი ეს მაზუთიანი სვარშიკებმა შეგცელა მე მიდიხარ და
მე მიდიხარ და აი ეს ამებს ხიდან მოკითხვა ჩემ ძმებს. აუცილებელია დამღლელი დღის შემდეგ აი, როცა ორ რაღაცა შევადუღებ ერთმანეთში. ეგ რა, მოიცა, ეცამ. ეს შავ რაღაც თუ ისმევ და იფხებს და ტეხავს ბიჭო. არა, ტეხავს ბიჭო. აი ჩემთვის ტეხავს ცხვირში რომ ბეწვებს რო იპარსავენ, ეგ ტეხავს ჩემს. რატო ბიჭო? აი მე არასდროს გამეპარსია რა. იმიტომ რომ ეს ბარგაკა რომ მიჭირავს, ერთადერთი ეგ ბეწვი იჭერს. იმიტომ რომ ის არ მიკეთია არა. ერთ წამი ცხვირში საერთოდ არ მოგიჭრია არასდროს. დამცავი ბარიერი აქვს ამას ხურში. იმიტომ რომ მე რო ეს გამომაქ შეჩემ აი სკინები გამოდის ხოლმე რა. იდეაში მაგისთვის არის ცხვირში ახლა ბეწვები რომ დაიცოს რესპირატორს რაღაცა. ვეხმარობ, სულ მოვიწყება და ხო, მაგრამ გარეთ თუ გამოსული უკვე და არე და ვიწნავ მეთქე არ გეუნები, მაგრამ ესე მაგ. მაგრამ ის არის რა, აი რამდენჯერ იმენა ნასხლეტი სკინები გამომიღია ცხვირიდან შეჩემა. ოღონდ მართლა გეუნები, აი ეს ბარგაკით რო ხეო ეს მტვერია. ნიჭერში რო გახვიდე და მეგობრებო ცხვირიდან ხა გამოვიღებ. რანაირი კაცია ბიჭო. თან პედიკური თან სვარყა. თან ისათან ეს რა ელასტიკიდან. თვალში შეჩემა რა. ხო. პინცეტით ამოვიღე რკინის ნასხლეტი ბიჭო. ეხა კაცო რაღაცებს ხვება რომ ამის ნიღბი და ყურადღება გადავიდეს. კი. მოვიდი გირა. გადაიკეთე. აი ესე გამიწვა და აი ესე გავიკერე და მე ცეცხლი ეს გააკეთა რეინბო. ამოვიღე თვალი და და მე საღამოს დაურეკე შენ პედიკურშას. ზუზუზე მოყოლილი მაგ. ეხა ძუძუზე იწყებს. დრო დაეკიდე. დრო დაეკიდე. მოყოლილი გაქვს ხო? აქ მოყოლილი მაგ. ზუზუზე მყოლა ეხა კაცო რაღაცებს ხვება. ამერიკას ვითამადე და 20 ლიტრი ღვინო დავლიე კაცურად. მაგრამ სახეს რომ მოუარო ბიჭო რავი. არა მოვლა სამინა ბიჭო. просто кайფისთვის ვიყიდე. ძალიან სასიამოვნო იყო რა. თითქოს რაღაცა ფენას ხსნის და ეს სიმძიმის შეგრძნება აღარ აქვს რა სახიდან. თითქოს ცხვირიდან არმატურები გამომივარდაო. ორ მეზე რო ყვებოდი ეგ აგძელე. რაზე? მახარაში ორი მეცხოვრობს. ორი მე არის, ერთი არის. გერმანელი ერთი. ეხა ფიქრობს მიდის, ხელოსნებთან მიდის და ის მახარა აღარ არის, მაზუთსენი ხელებით. ეს ნახე ვინ მოვიდა. რომ მივიყავენ. სახედეო. კარიხული მახარა მივა ეხა. არა უშავს ის მიგიღებენ შენ მაინც იქ პედიკურს არა, და შენ ეხა ვფიქრო მართლა ორსულად ხوار ხარ, ეგ მუცელი. მანერული რომ გავხდები მე დამეძრა. აუ რა მივმართოთ რა ფარმაცევტულ კომპანიებს თავის მოვლის რა შეყლებია? რა შეყლებია? უნდა სახში აქ ისედაც. რა შეყლებია? ერთ წამი სანამ ხა იპოვეს იმიტომ სანამ ღრმად შევალთ რაღაც სხვა თემებში რა ერთი საჩუქარი არის რომელსაც ეხა შემოგვაწოდებენ არ ვიცი ვისთვის არის ეს საჩუქარი წინაზე ჩემთვის მარტო მახარასთვის აქ გამოიწია ცოტა კაცი გენაცვალეთ ამას რომ მანქანის გვირ გავერთხმები ამ თეთრით ჭაღარას დაფარავსო მე არ მჭირდება მართალია დველთაური არის კომპანია რომელსაც წინაზე მე და კალას გამოგვგზავნა საჩუქარი და სტუმარს მადლობა ველთაურს კაი ეხა ეს ფიტნეს ამბები და ასე შემდეგ გავიგე და შენ კი მითხარ ეხა YouTube-ზე დიდად არ გვინდავა მაგრამ მოდი ეხა ტეტრისზე ვისაუბროთ არა დაბრუნებაზე საერთოდ შეცდომა ხო არის შეცდომა ხო არისო კი არა აი ეს ტეტრისი მე და შენი გაქრობა რა საერთოდ რატო ტეტრისის გარეშე რატო არ გააგრძელეს სოლო თემა თუნდაც რა იყო მიზეზი როგორც დანარჩენმა სანმა სერიოზული პასუხი გაინტერესებს ამაზე თუ როგორც შენ გაგიხარდება როგორც შენ გაგიხარდება როგორი რაღაცა ტეტრისის განმავლობაშიც მინდოდა რომ ყოფილიყავი ბექსა იმიტომ რომ მე ვთვლი რომ არ ვარ ადამიანი რომელიც უნდა იყოს კამერის წინ მივხვდავთ იმისა რომ ჩემი ოცნება იყო რაღაც ის კამერის წინ თამაში და თეატრალური დავამთავრე თურქეთში ფოტოშორის მაინც არ ვგზნობ თავს კომფორტულად რა და ძალიან ბევრი არის კიდე დღეს ეგეთი ვინც კამერის უკან უნდა იყოს კაი იყო მოიცა თურქეთში თეატრალური მოიცა თეატრალური მაგ როგორ იქნება თურქულად პურში ანუ ეს რომ გამიკეთოთ ხორცი რომ ჩამიდოთ პურში ეკმეკ არის პური ეკმეკ ეთ არის პური აჰა იჩინდე არის შიგნით იჩინდე მე დახე შენააწყ ეკმეკ იჩინდე აჰა ეკმეკ იჩინდე და კოიაბილი მსენ ის კაი თურქებს თუ გაუჭედე გერმანიაში იმათ გაუჭედე ინგლისური არ იცოდნენ შეჭა გერმანიაში თურქული ინგლისური რო ერთოდენ შენ გაუჭედე თუ გერმანიაში თურქული არის პირველი ენა აი იცი რო ჩავედი ინგლისური საერთოდ არ დამჭირობია
რატო გგონია რომ კადრში არ უნდა ჩანდეს? შენ როცა ჩანდი კადრში ხო პოპულარული იყო ეგ? როცა არხზე ყავს რაბანა, რომელიც არის მოწოდების შოუმენი. ბენი, რომელიც არის აი დიდი ხნის იუთუბერი და გაბუნია, რომელსაც გამოცდილება აქვს, მე რაღაც პონჩში მინდოდა რომ ყოფილიყავი ბექზე. და რაც არის ჩემი ძლიერი მხარე სცენარი, თან გაცმვა. სამუშაოები ეგ გამეკეთებია. თუ ეგ რას დაბრუნდი ახლა ეგ კადრში? დავბრუნდით. ნახე, მარტო არ დაბრუნებული ვარ, ისევ ანუ მარტო არ გინდოდა, თუ რამე არა, მარტო არ მინდოდა. ანუ მარტო TikTok-ზე ხო წერდი ხოლმე ვიდეოებს? TikTok-ი კიდე სხვა არის. აი, TikTok-ი კიდე მარტივია ბევრად რა. და დარჩები ოთახში მარტო გადაიღებ, არავინ არ გიყურებს რაღაცა 7 კამერა, 8 კამერა. ბევრად თავისუფლად ხარ TikTok-ზე რეალურად. მაგიტო არიან მე TikTok-ერები რომ მოდიან YouTube გადაცემებში და ხმას ვერ იღებენ. გახსოვს მოხარეგეთ ვინმე? ყველა. ვინ ყველა? თითქმის ყველა ეგრეა ხოლმე რა. და ზოგიერთი ისეთი ჯობდა არ ამოიღო. ქორო გამონაკლისია, ქორო ისეც. ქორო YouTuber-ია ძმო უკვე. ქორო YouTuber-ია, კი. ნუ TikTok-ით დაიწყო. ერთ პერიოდში დავიწყეთ სხვათა შორის. TikTok-ზე ვიდეოების, კი. ბიჭო, ქორო კაცად რო აქციეთ, ბიჭო, მაგას. აბაჩი, უკვე რამხელა ბიჭი. TikTok-ერი იყო რაღაც და ხო უკვე YouTube-ზე თავის გზა ნახა. ქორო არის ერთ-ერთი დიდი ტრანსფერი TikTok-იდან YouTube-ზე. ქორო ერთ-ერთი დიდი ტრანსფერი არის ოქტოპუსზე გაცოცხლებულში. გადმოიყვანა? გაცოცხლებულში ყავს დასაქმებული და რა გეგმებია ტეტრისზე? რამე მასშტაბურს თუ ველოდოთ? ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ძიების პროცესში ხარ თუ აშკარად კიდე. კი. როგორ შეგრძნება მქონდა რომ დაბრუნდით რა? ის ვიდეოც ძალიან საინტერესო იყო დაბრუნების და თითქოს აი მომზადებული გქონდათ რაღაცა ძალიან მასშტაბური ამბები რა. ეგეთი მოლოდინი იყო. არა, დაშლას აღარ ვაპირებთ მაგ მიზნით დავბრუნდით, რომ აღარ დავიშლებთ. უბრალოდ აი თვეში 3 ვიდეო და 4 ვიდეოს დადებას გვირჩევნია დავდოთ ერთი და ხარისხიანი, იქამდე სანამ სახსლები არ იქნება ამის. ჩვენ ყველანი 3 ვიდეოს როდებთ, გიჟები ვართ. არა, მაგაზე ნასაუბრები გვაქვს და დაშლა მე აი აქედაც ვეუბნეოდი. ფინანსები. თავიდან რომ ვდებდით, კაპიკი ფული არ მქონდა, მაგრამ ვდებდით რა. 4 თვეს. ხო ვდებდით. ბიჭო, ეგ თამასა მერე გაიზარდა, შენც გაზარდა, შენც იყავი მაგის ერთ-ერთი ის რო გაიზარდა. ფული არ მქონდა, რომ 4 ვიდეოს ვდებდით თქო რა. მესმის, მაგრამ ეხა შეგიძლიათ გააკეთო იგივე? როგორ არ შეგვიძლია? ნული სპონსორის გარეშე. უფრო შევძლებთ ალბათ. რომ მოგვეტყვა. არა, ძალიან რთულია. ბიჭო, ამდენი კამერამენი, მონტაჟი, ანუ ხო იცი რა სახსრები სჭირდება, რეალურად კარგ ვიდეოს. მეატრაც YouTube-ზე ესე მოკანკალე კამერა და რო დადის და ეგ რო არის YouTube-ი, ოღონდ საინტერესო კონტენტი როა რა. ის კი არა. Sony დადება. ეხა თამასა არის ძალიან გაზრდილი. ძალიან გაზრდილი. სამო გადაღებაც. თან ჩვენ არ ვართ სოლო არხი, ეგეც ძალიან დიდი ის ხალხი არის. მაინც აფასებს კონტენტს. არა, მაგაში გეთახა. კონტენტს კი არა, ადამიანს. ადამიანს აფასებს. მეგრე მგონია. იმის კონტენტს, რო ჩვენი კონტენტი იდიათ რაღაცე. ფუ პოდკასტი, აი პოდკასტები რო ავიღოთ რა, ანუ რას ვაკეთებთ ახლა? აი, რას ვაკეთებთ ახლა? რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ? ხალხის სიყვარული გაქვთ. ხო, ანუ სტაბილურად კეთებამ და იმან რომ არ აქვს მნიშვნელობა. ალბათ სწორედ რო ფიქრობთ, ეგეც მოქმედ. ანუ არ ვაკეთებთ შეფუთვის კუთხით ახლა ისეთ სასწაულ რაღაცებს. ბიჭო, რა ვიცი. აი კაკას პოდკასტი. პედიკურდა გირეკავენ თუ? ანუ შენ მანქანაზე მირეკავენ. გიორგი ჩამოიყვანა არაჩვეულებრივ მდგომარეობაში. პლასტმასი მორჩავ ნახევარში. კალა რამდენი გიჟდება გაკეთება თუ არ იცი ჯერ? ჩაურიცხე. და რამდენი გიჟდება? $3,100 დავაი. ვა, გადაურიცხე. 3100 ჯდება გაკეთება? ჯერჯერობით. არა, არ გაიქცევ ეს. არ გაიქცევა. ხო, მაგრამ მათმეტის აკუმულატორის ამბავი მოგვარებული არ იყოს და იგი. ხო. ანუ ჯამში რამდენად ჯამში გამო 18 და 3 სადღაც ჯერჯერობით. და მანქანის საბაზრო ღირებულება? რა ფასად დევს რა მაი ავტოზე? ალბათ უფრო ძვირად. 20-ზე მეტი. ხო, 22-ია. 21-22. შვენიერი. არა, 4-ით მინუსი გამოდის, მაგრამ ბიჭო იცი რა, გაიგე. ბაზარზე ისეთი ყლეობები ხდება ეხლა. გუში ნახე ვიდეო, კაკრას რა 4-ისა, ეს ნახევარზე არის მოჭრილი. ოღონდ ფანჯრის შუაში და კუდი არა აქვს. და ტიპი დგას და ჩვენი ახალი სამუშაო და აბავს შეჭკანა ნახევარ მანქანას აბავს. ხო. მე ერთი კითხვა მიჩნდება. 2013 წლამდე მანქანა თუ საშიში არის აწყობილი ამერიკიდან ჩამოყარა. აი ყლეობა რატო არ არის საშიში ბიჭო? ეგეთი აწყობილი ხო? გამურიცხულია პროსტა კემპმა იგივენაირად იმუშაოს ყველა დეტალზე
რაც ქარხნულად იყო რა იქ არის დაბეჭდილი გამოსულია და ძარ არის ერთიანი ეს კემპი სტრუქტურას უსვლის მეტალს რაღაცა მყარი აღარ არის იმაში ცხელდება მაინც აცხელებს რანაირად შეიძლება 2013 წლამდე მანქანა აგზავნა აი რავი Mercedes-ი მაგალითად 2013 წლამდე Mercedes-ი ვარ იდეალურ მდგომარეობაში მაგის ჩამოყვანა აგზავნოს საშია და აი ეს გადაკერილი ყლეობა არა თან მე იქ ვინკოდ წაშლის ვიღაცა გოიმსვიზე შეტევის იგივე რამდენ წლამდე არის აკრძალული 13-მდე ვეღარ ჩამოყავს 2013-მდე უნდა დაიდო 40 წელი რო გავარო მე როგორც კლასიკური მახარა ეს ის რა 4-ია TikTok-ზე რო ძალიან ცნობილი ეგ არის მოიც ცნობილი რა ვერ გავიგე ეგ არის რატოც ხო ინგლისში ჩავა ძალიან მაგარია ძალიან რა სიძახი ელექტროძრავი რო აქვს ძალიან სწრაფია კი სწრაფია მართლა ძალიან ამას აქ უკან ელექტროძრავი ეგ იცოდი ყალა რა თქმა უნდა მე სანამ ვიყიდე იქ რისერჩი გავაკეთე ავიცოდი შეჭემა ანუ ოღონდ საბარგული აქ აი მოუწყანდა შეყარე მართლა აუ ეგ მინდოდა რომ ეგეთი საბარგული ხლახანკა ვა რო ეხა მაინტერესებს მაგრამ დაველოდოთ საბოლოო შედეგი ვნახოთ ეხა ნომერს ვავიღებთ ძმა ან რამეს მეჭვი ვა რა საინტერესოა დავინტრიგე კაიფერი არის ბიჭო კაფერი თეთრი არა ფოტო ჩამიგდე מחר ამოვანათებ ვა დამაინტრიგა ეხა გაიგე ვა რას TikTok-ზე არის ცნობილი ეს მანქანა კი კაიფერი არის არა ეს მანქანა არის ვიღაცაც ასწრებს გაიგე გაგიჟებული ყავს ნახევარი TikTok-ი ამ თვის ელექტროძრავი რა არასწორი არის ელექტროძრავი ელექტრომანქანა რო დააყენო ბენზინს ასე მაგრამ არიან ვიღაცები ვისაც შეიძლება დააყენო და ამ რაოდენს ჩახადოს თუნდაც მე რაც ყავს ის ეხა აი სახეზე გაწერიო რომ მაგის თქმა გინდა არა ამას რაც ყავს ეგ არის სწრაფი აი როგორ გადახედა F50 ავარი მოვიდა ვიბაზრეთ მაგაზე არის კიდე მოვიდა გავაკეთე უკვე გავაკეთე კიდე გუდაურში დაცურდა გაცურდა აი ეყენა და ოპა მანქანა დაცურდა გაცურდა რა თავის იგივე მანქანა ხო მახარამ რომ იწვალა და გაუკეთა და 3000 ლარი მიცა პაკრიშკებში და შემიყლე დაცურდა და დაეჯახა ზამთრის საბურავებში ანუ აჩი რანაირად დაცურდა აჩი გუდაურში რანაირად დაცურდა რას ქვია მოყინული იყო არა რა ბრძოლი ძალიან და პროფესიონალი ჩემ წინ გააჩერა 20 მეტრი მქონდა დისტანცია გააჩერა ჩემ წინ ვიღაცას ატარებდა და 20 მეტრი მივცურავდი პროსტა მოდიოდია არა და 15-ით ძალიან დაბალი სიჩქარე აჩი რომ იცოდდი ჰი ამებს აკეთებდი თუ ჩართული ქონდა ბლოკირება ის ქონდა ხიდი ჩართული აჩი ეწეოდი მანდაც ანუ სიგარეტი ქონდა თუ ალბათ არ მახსოვს მაგრამ რატომ არ გიყენია რეგისტრატორი რომ მიცურავს და შენთან დამრჩა ჩიპი და მაგითო შენთან მოიცა რო დაატორმუზა ვერ დაატორმუზა 20 მეტრი მივცუ დაღმართზე იყო რა ცოტა რატო ვახარ შენ პროფესიონალი ნუ მოყინული იყო რა მეტი მიზეზი მაქვს არ ვიტყვი არსიამონა საჩივოს არა ეხა 20 მეტრი თუ იცურა და 40-ზე არ უშველა ლეპაკრიშკები ქონდა და ეთქვა ეგრევე გასთხარა ტორმუს ფეხი და გასრიალდა შეჭმა და არც ბლოკირება ეყენა და არც ნელა გააჩერა 15 ძალიან დაბალი სიჩქარით მიდია ტორმუს ხო ჩაადგი ეგრევე ეგრევე არ ამგონია ძალიან ნელა აბა რა გაცუ ძალიან ბიჭო პროსტა არ გვერი დაღმართი იყო ტორმუს უცებ ხევ მე აზრი აღარ აქვს მოჭიდება კარგია ჯობია რომ ნელ-ნელა მიხვიდე და ფეხი აუშვა რა ანუ ვაფშე პროსტა აი 15 ხომ მიდიხარ და თუ ხედავ რომ ყლეობა ისაქნა არ დააწვე ტორმუს და ნელ-ნელა და ეძა მოძებნო სუგაყინული ხო არა სადღაც თოვლია მოჭიდებას ნახავს მართლა სუგაყინული იყო გუდაურში წინაღამეს ძალიან ითოვა და მეორე დღეს რატომღაც მოლიფული რა დალეწე არა არაფერს ის იყო დელიკა იდგა და პროსტა გაუბზარე ჩემი შიტაკი იმას არაფერი არ მოვიდა კაი გადაურჩენილ ვართ ესე იგი არაფერი ხო ახლა აბუქებს ანუ ეხა ქალაქები სადაც მანქანა დაემტრა აჩის მომწიჭკოთ გუდაური თბილისი არის ეს ბიჭო თან ბიჭო ვეუბნე მოიტანეთ გავაკეთოთ მე ამის მანქანას აქ შესაძლებობა რა იყლე მანქანა გრანდ ჩეროკი მაგრამ მეთქი ცოტა დავლიფტოთ რაც ბაგრისკი არა ესე კიდე არა იქ მაგრამატარა სხვათა შორის გუდაურში აი დიდი თოვლი სადაც იდო მანქანები რო ჩარჩნენ მე გავიარე ჩაოლებრად ჩემ მანქანაზე დავსვი რა ჩაოლებრად გავიარე ჩაუთე აჩკო ჩაადგი მეთქი და ესე აპოროწიალა იქ რა გაშლი მინდოში და ეს დგას და ვაიმე გული ამით გარტავ ეს გეი შევის დასი პედიკურე ეგრე არისო აი გასერ გაჩედა აუ გული ამიჩქარა არა ბიჭო გული ამიჩქარა არ მithქვი მაგრამ დავიძაბე ცოტა შენ მანქანაზე რა ვიჯექი რა რაღაცას არ დავჯახე ნანახი როგორ ამის მანქანაზე ერთს უკეთებ ეგრე კი არა აჩისთან ერთხელ ვიჯექი და ძალიან ლოგიკურია მე რაც მოხდა შავი პი არის ეს მაგრამ რა შავი პი რა შავი პი ბიჭო აი ისე აუქცია გვერდზე მანქანას რომ
ესეთი მაგარია რომ აი ესე ჩაუხდა. კაძალით კერაკეთებს მაგას. აი გაფანტული დადი შეჩება და შემთხვევით ეგ ყველაფერი არის შემთხვევითობა. აჩი ფორსაჟი რო გადაიღეს იყავე მან და აცტო. ოჰო. იმას რო გადაიღეს ფორსაჟი. საბუთალოზე. სეიფსო მიათრეს ამის მანქანა. ფორსაჟები ნანახი არა. თავდაჯერებული. არა ბიჭო არ ტეხავს მე. ნახე მე რაღაცა რო არ ვიცი ვიძახი. ჯეჯობით არ გამოჩერე ეგეთი რაღაცა რა. ყოველთვის ვიძახი ხოლმე რა ეს არ ვიცი. პედიკური არ ვიციო და. აუ ბიჭო. მაგაზე არ უნდა. პედიკური რომელია? ვაიმე პედიკური. ფეხებზე რო კეთდება. თქვენ პედიკურს ეძახით მაგას? მართლა გონე ჩემით არ ვიჭრა. შენ რა მანქანა ყავს თუ არა? არ ყავს. მე მოტო. რა მოტოციკლეთი? CB200 იმყავს ახლა, მადლობა. CB200. ისეთი არაფერი. მაგრამ კარგია სამაგიეროდ მუხიანში გადმოვედი ცოტა ხანი და დავდივარ საბურთალოზე. 20 წუთში მივდივარ. აუ ბაზარია. ძალიან საცობებია მე ის. სკროლი მაქვს რა, ეგეთი. ოღონდ 120-ით დადის რა. იყენებ მაგას ვაფშე? შეჭრა საშიში. 120-ით არ იყენებ ხო? ისინი ჩავხსენ. ჩემი არ დადის. ლიმიტები ედო რა. და ჩავხსენი, აი 120-ით რო მიდიხარ აი ყლეობით. და დავაბეგ ძალიან საშიში. ვიღაცა რო პროსტა გადმოგიჭრის, აი პროსტა მიცურავს. აქვს ABS-ი? რაცა უნდა. მახა, მოიც ეხა შეკითხო მაქვს რა. რამდენჯერ ერთი კვირის წინ ვიყავი ჩასული. მაგ მეტროსთან, ხო. სკუტერით? იყენებ ხოლმე? აბაში. ეხა სამაქს უკეთებ, მანქანაში უნდა ჩავდო იქ შეჩება. რომ მანქანაში მქონდეს ეს ხრონგი მივაგდო. ეს მანქანა რომ მიდის და რომ გადამოხტე ხოლმე მაგ უკრიდან. ხო, მე ძირთადად მაგ პარკირების პრობლემა კი იცი ეგრე სამივიდა. საათ ნახევარი იდგა გარეთ. ხო, შოის არა. აი ამ მანქანაზე არასდროს არ მქონია პარკირების პრობლემა. რომელ არ მანქანაზე? დადიხარ შეჩემ ქალაქში. საცობიან არა, ადგილებში. იმიტომ რომ რაღაცეებით რომ ფიქრობ პატარა მანქანით რომ დაეჯახები, ამით ყალეზე კიდე ახლო და აჩერე. ისე სკროლით შენს მალე მოხვალ რა. მოიცა, უნდა მოუყვე. მე რომ ზიდოს ეგეთი სკროლი. იქ რაღაც ივენტზე ვიყავით რედისონში რა და ამახ გააჩერა მანქანა იქ რა. გადაკეტა ყველაფერი. ბიჭო, არა, ჯერ ხო ძლივს ჩააყედა და მე გამოსვლისას მე და დავითავიჯეთ ჩემ მანქანაში და უყურებდით მახარ როგორ გამოდიოდა. არა, რა მოხდა? ოსტინ პაუერში. რატო გამოდიოდი ეგრე? ჰა? რატო გამოდიოდი ეგრე? ჩაიჭედა? ჩაიჭედა, ოღონდ მოჯახებით გამოვიდა რა, ანუ იდი ნახვი, ჩამკეტეს ბიჭო. რაღაცა უცებ ყლესავით, ხონდა რაღაც იაფიანმა ჩამკეტა რა. ოუ, იაფიან და პედიკური საკითხი გაკეთებული მძღოლს, ხო? წინ არის საყვავილეები, ეს სამ რედისონში ოღონდ იმიცავს რა. ბეტონის საყვავილეები. ბეტონის საყვავილეები არის რა. ბიჭო, ის მის მეხმარებოდა, მეხანძრე ბიჭები იყვნენ იქ რა, ახალი წლები იყო და უსაფრთხოების წვდნა. ბიჭო, ეს ტიპი ვერ გახვალო, ახარო რა, აქაო რა. თვალებით დახუჭე ცოტა გვერდზე გაიხედა. აი გამოვექანებოდი ამ საყვავილს დავცხებდი, გავხდებოდა და მე უკვე დავცხებდი. ეს წინ დავცხებდი. ჯო იმის პატრონი შეიძლება უყურებდეს ახლა. აი ვისაც ნანახი აქ ოსტინ პაუერსში არის ზუსტად ეგ. საყვავილი იმრე გადავიდა. იაფიანი ჰონდა რო იყო უკან? იმისთვის არ დამირწყია, ეხლა კი იყო ღირსი რომ გამესვა. ოს და არა ვარ ეგეთი ბოროტი ახლა. ხო, არა, საერთოდ წინა საყვავილი რა მექნა? ქართველები გამოირჩევიან დაპარკინგების პროფესიონალიზმით, თითქოს მათ გარდა მანქანა არ ბიჭო, იყო. ყოველთვის წვალობ რომ ამ ხელა ხრონგი ისე ჩავტენო სადმე რომ აი არავინ შემაგინოს რომ გამოვა რა. აი ხელა მანქანა იყოს ჩაი მიგდებულ და არც გაუჩერებია თვითონ გაჩერდა რომ გადმოვიდა მე სადღაც გათბილი. ერთი კითხვა აქვს მაგაზე მე კიდე. აი სახლის წირო იციან მისაკუთრება იმის რა ქვია. მაგაზე რა აზრის ხარ? მე აქვს ცხოვრობ ძმა. ძალიან აქტუალურია სხვათა შორის ბევრი პოსტავს დღეს ახლა. მე რაღაც მაგაზე საქმეზე რა მჭირდება და მთელი დღე რომ დაკავებული გაქვს პაკრიშკით იქ და არ მაჩერებინებს სიბოროტე არის. ჩვენ იმენზე ხო იცი? მეზობელმა ერთხელ ის გაჩიტა. კონუსი დადგა რა და ანუ რა ლოგიკით არის ვიღაცის ადგილი ვერ ხვდები რა. ანუ ხო. ანუ მთელი დღე რომ ინახავ ადგილს, იმიტომ რომ ვიღაცამ არ გამოიყენონ და არ გააჩერონ, არასწორია. იყიდე ეს ადგილი, მერიას მიმართე, შეიძინე. მე რო აქ ვცხოვრობ ძმა 20 წელია, ქალაქი ყველასია 30 წელი და 40 წელი. რომელიღაც ქუჩაზე დააყენეს შლაგბაუნი ეხავ ხო? რა შეგხვედრია? ქუჩაზე? ქუჩაზე. ნუ ჩიხი არის, მაგრამ მაგ ჩიხით უკავშირდები სკოლას. ბიჭო, აი ხა ჩვენ ხო ერთნაირად ვფიქრობთ ყველა რა. რამე არგუმენტი ნეტ არსებობს იმ ტიპის თავში, ვინც მაგას აკეთებს. კომენტარებში შედი რომელიმე მაგ პოსტს და ნახავ რა. აუ, იმე ისეთ კომენტარები. ანუ მან არგუმენტია ახლა თავის ეზოში თუ არის ლაპარაკი, ადგილი ეკუთვნის ვის ცხოვრობს იქ, იმიტომ რომ ის რომ მოდის ახლა ვიღაცამ ხوار დაუყენოს. გავიგე, ეგ მესმის, მაგრამ მთელი დღე რო აკავებ ადგილს იმის გამო რომ საღამოთი შენ დააყენო, არასწორია. მთელი დღე რო აკავებ ხო? მე მგონია ქალაქში აი ეს მახინჯი გარაჟები პროსტა უნდა დაიწყეს.
და სკვერები არის და ვიღაცებმა უბარმა უთხრესო და აი ბაზარ ვიღაცებს ფული ქონდა გადახდით, მაგრამ წავიდნენ მაგრამ თუმცა აი მენა აქედან მართლა მაგხელა ბიძაჩემს ქონდა ეგრე გარაჟი და დაანგრევინა. უარგეთილში დაიწყო. მაგრამ ფიქრობს რომ ბავშვს უფრო გაუსწორდება. საქანელა ისა ეს. რაღაცა ხო, ვიდრე და ნორმალური პარკირების გაკეთებაც შეიძლება თუნდაც მან რა. აძლევენ მაგ გარაჟის ფლობელს აძლევენ პარკინგს მე სადაც აკეთებენ. აი ევროპაში ვაყუდებოდი ამდენი მანქანა, ეგრეთ ცოტაც არა. ძალიან ბევრი მანქანა რა ხდება. დიდრებმა მთავრობის ხელშეწყობით ააშენეს. აი ხა კორპუსები ხო დგას იმის ქვევით არის მიწის ქვეშა პარკინგები. ბაბში ყველგან აი ამდენ კორპუსში. მაგის გარეშე არ უნდა შენდებოდეს არაფერი წეს. არა ბიჭო, ყველაზე მთავარი არის რომ აი პრაღაში ხო ძველი შენობები იმას არავინ შეხებია. მერე გამოთხარეს ბიჭო. ძველ შენობაზეც შესაძლებელია რომ ეს გაკეთდეს ძველ შენობებს რანაირად დაანგრევდნენ და მერე აშენებდნენ. ძველი რანაირად გამოთხარეს. საძირკველი არა აქ შეჩვენება. ხო და ბიჭო, საქმეც მაგაშია რომ ისე არის გამყარებული ეს ყველაფერი რომ ზედა მხარე ამ ყველაფერზე დგას. ჩვენთან რამდენად შესაძლებელია მე ეგ. მართალი ხარ, ჩემო გიორგი, რა გითხრა, აბა? მაგას ვაკვირდებოდი რა, აი თან მგონია რომ ძალიან მალე უბრალოდ უნდა ცოტა მდიდარი ტიპი რომ მოზგაობდეს რომ უცებ ფული შონა არ უნდა. ცოტა მდიდარი ტიპი უნდა ვინც აი ამას გააკეთებს, ბიზნესად აქცევს, ფულსაც იშოვის და ქალაქსაც შედარებით ჩვენ ქალაქს მე მგონი არ ეშველება არაფერი. მე მგონი მოპედების აი მოტოციკლები, მოპედია გამოსავალ. ეგენი ცალკე საცობს აყენებენ. მიწის მოპედი? ქვეშ დახვია ადგილი, რომელსაც არ ვიყენებთ რა. აუ როგორ გივასება ეს ფლექსაობა რა. რატოში? ეგ ფლექსაობა, აბი. ის თვითმფრინავით ჩამოვალო იქო რომ მეუნებოდი. ვერტფრენი დავждები. საჩამო. თქვენ სასტუმროში შტატ მეო იქო. აი თან აი ესე რო აკეთებს ხომ. აი მე აბონე დავაფრინდები და ანუ ეს מחარა მოვიდა ვერტფრენით ხალხმა რო დაინახოს. თორე არა ვერტფრენით აი 1 საათის გზა არის. იმიტომ რომ ჩამოვიდით გერმანიიდან ეხლა დაურეკავ საშუალება და ისტრიბიცავსო თუ ვიღაცას დაურეკავო ესაა თბილისში ქუთაისთან დაფრინავენო და ვიღაც იაფიაო თან. მე მეგონა ხუმრობ ანუ ვერაფერ ვერ წამოდენ პილოტებს რო კითხა უკვე თვითფრინავის რომ შემოდნებით რომ გამოვიდნენ რომ ესენი ფრენები ვარიო ეხლა ვერ მივხვდი ქუთაისთან თბილისამდე და რომ ეხლა მატარებელიო და რაღაც მაგრამ მე პლაცკარტით თუ რაღაცით ვიგზავრეთ როგორ დასეგრე მთავრდება ხოლმე ამის ფუტურისტული აზრები რომ ეხლა ჩქაროსტული ქვეშმავალით წაგიყვანთ აქედან ვზივართ ესე ვერტფრენზე მაქვს ერთი ისტორია ხო იცი აბა თაში გავიჭედეთ რა კვდებოდით მე და ჩემი საძმაკაცო და ვერტფრენია ვერ მართ გავიყინეთ რა ღამდებოდა და დავრეკეთ 112-ში და ესა 4 კაცი ვარ და აზიანში ვარ თქვენ ხარ ანუ ვერტფრენია ჩვენო არ ყავსო ვერ გიშველითო რა თურქეთიდანო უნდა გადაიხადო თუ თან ხაო და თურქეთიდან უნდა ჩამოვიდნენო ეხა დღეს არ ვიცი რა ხდება 2016-ში იყო ეგ მაგრამ ლაშქრობაზე იყავით თუ ხო ჯუთაში ვიყავით და ბილიკი აგვერია რა აბუდელაურებზე ჩავდიოდით და გავიჭედეთ გადარჩენილიყო არა საჭმელი ქონდა და ერთ ჩემოძალკაცმა შეჭამა ცალკე იყო იქით და საჭმელი არ გაქვთ წყალი არ გაქვთ და შორს ხართ ძალიან ცივილიზაციისგან ეგ თემა იყო და ჯუთაში ვართ თის წვერზე ბიჭო თქვენი ვერც დაბლა ჩავდივართ არა ჩვენი ბრალი იყო არა ჩვენი კი არა ბაბუის ბრალი იყო ვიღაცამ სანამ ავიდოდით ამ ბილიკზე ვიღაც ბაბუა იდგა იქ თის იქით წავდით ხო და ორი ბილიკი მიდიოდა რა და რომლით წავიდეთო და აი შავი ბილიკი რო არისო იმით ადითო ხო და ავედით იმ შავ ბილიკით და ვეღარ ჩამოდიოდით ვერა და ის ბაბუა მაგრამ მცხეთიდან მოვიდნენ მაშველები არ ვიცი მაო სპაიდერმენები იმენა ჩაჩუჩო და ესე ავიდნენ იმ თაზე ჩამოგვიყვანეს უყველა ვერტფრენი ეხა ყავს აი სამაშო დრონი რო ვიყიდე ხო გითხარი ოცნება ავიხე მაგრამ შენ მაკრატლიად დაწყებული სახლში თუ რამეს ყიდობ და ყველაფერი ვიცი იმიტომ რომ მოდიხარ რა დანავიყი ესე პომიდორს დააგდებ მთხლაში გიზიარებს ყველანაირი ასეთ შენაძენს ეხლა ნახე დანა არის ვიბრაციაზე ეს წვერი ვიბრირებს და აი მართლა ეგ რო დადებ ჭრის რა ბიჭო იმ დანას რო რეკლამებ ეგ რო დანა არის ხო მაგარი მაგაც მივწერე მეც მინდოდა მაგის ყიდვა დანა არის იმენა არა მოჭრა. ხო გაფუჭდა შეჭრა. ბიჭო მე მივწერე მე მინდოდა მაგის ყიდვა რა. მაგრამ ხო. ეგრე ზუსტად ატოვე რავი შეჭრა. ორჯერ გავჭერიო და მაგის მერე დაბლაგდაო. ბიჭო მე ვაბრალებდი სარეცხ მანქანაში გავრეცე. აუჩი. რატო გარეცხე სარეცხ მანქანაში? ეგ თუ ვიბრირებს სხვა რაღაცას სუზამდი შენ. არა ეს არ ვიბრირებ. ჭუჭლის სარეცხ. მოილყა, ტარი მოილყა და აფში აღარ. ტარი თხენი? ტაჩილა ჩავხტე და ტარიც
თან პედიკურზე იყავი მაგდროს და ტარით ვიბრირებს და გააჟი რა. ეხლა რატომ აქ შეიძლება გაეთ რო გავალ ძალიან ცხელოდეს. არა მაგარი ცუდი ამინდი. პაროგებს ბიჭო ის ვერ ამოყიდე შენ და რო ჩამოვიტანე. ბიჭო აჩ თუ აყვიდები რაღაცაზე თუ ეკაიფები რო გარბის სულ. არა უცებ. ეგ თავდაცვის ინსტინქტია ხო? რა სხვა რა არის? პიკაპებზე F-ას 50. რა შუაში იყო აქედან რომ გავალოს გარეთ ციცხე იქნება. აი რა შუაში 50-ზე ვყიდი იმას იმას პაროგები მაქვს ელექტრო რო გამოდის და ისა საბარგული ელექტრო. საბარგული ფასდაკლებით არის $1100 და პაროგები $1000. იმენა ვაჭარია. თითო დამრჩა. მე ჭუჭა თუ ხუცესი ხარ შეჩემა. მოდი ეხა ის არა ჟორა რო აკეთებდა კეისარი პასტით რო უნდა თუ იმით რა ქვია სკრეპით რო სახლი უნდა ეყიდა თუ რაღაცა შენ გააკეთე შენ გამოგიგო ჩემი აზრით იმიტომ ეს სკრეპს რომ მიუტან ეთქვი რომ ეს ჯადოქარმა მომცა და ეს არის ჯადოქ სადოსნური მაგიდა ის პრობლემა არის რომ სადღაც იჭედები რა სადღაც ბიჭო מחარას მე მგონი რომ გაუცვლია 1000 ლარიან ნიუტზე მე რატო არ არის ეგ ნახე ამას გაუცვლენ იმიტომ რომ ეს ვიდეოში მე რაღაც კომპანიას გაარეკლამებს და მაგ რეკლამით ამოაგდებს იმ ყველაფერს ხო ერთი ადამიანი იყო ამერიკაში სკრეპით გაცვალა სკრეპი ქონდა რაღაცა ეს გულაბკატო რა ქვია რა გაიჭედა ანუ სახლზე ხო სახლზე გადაცვალა არა მანქანა იყო ბოლო და მანქანა გადაცვალა სახლში მაგრამ შეიძლება ვიღაცები გვალეშიკობენ მე რომ მიდი მოხოდე და ჩვენ დავიწყე და სადღაც გავჩერდი შენ დაიწყე იმით ქილა ერბოთი მართლა დაწყებული გვაქვს არა სულ ფოტოაპარატი გვაქვს ფოტოაპარატი იყო რა გაჩერდი ფოტოაპარატზე ბანანი გადავცვალე ფოტოაპარატში აჰა ბანანს რო ფოტოაპარატში გადავცვალე ჯერ ხო რა აფერისტი არის ტიპი და სანამ ის ტიპმა წაივა ანუ რამხელა იმ ტიპმა ვინც სკრეპი გადაცვალა სახლში ძალიან ნელ-ნელა მიდიოდა აი რაღაცა გენერატორიდან მე იმამდე გადავიდა რაღაცა მოპედამდე და რაღაც ამან ბანანი კალა ბანანი იყო სკოჩით გაკრული ფიცარზე მაშინ არ უნდა მითხრა ეხა ეგ მაშინ პირიქით დაგონებულ ხარ ანუ ბანანი ანუ ეს იყო არტი უკვე არტი აუ ბოლო ვიდეოზე ახაც ვიტყვი რა ექსპერიმენტი გავაკეთეთ საეჭოზე რაღაც ახალი ვცადეთ რომელმაც არ გაამართლა გამოჩნდა აშკარად მაგრამ ხალხის კომენტარები რაღაც ძალიან ზედმეტად ჩემი აზრით ზედმეტად ის სამართლიანი იყო კაცი კალასო თაგავდნენ მოდი ესე ხარ კიდევ ხო მე მახსენებდნენ რომ ყალა მე მომად ჩააჭერს ვიბი ჩემებს ჩავაჭერ ბიჭო თქვენ ვა გაგიჟდით ამახა ხანდახან ახალი რაღაცის და ყოველთვის არ არის ისა დარციც ეგრე ვცადეთ და გაამართლა დარცმა და და ბლენდერებიც ხა ბლენდერების შოუ ხა მეგა შოუ ეს დარეკეს სხვათა შორის იმედზე აპირებენ გაკეთებას ბლენდერების შოუსი დარეკეზე სულ ახსენდება ერთ-ერთი ტიკტოკერი რომ ფეხზე მიდგას რო იძახის ხომ აუ იმ დღეს ალექსანდრეს სულ მიდოდა ხოლმე ბავშვობაში ჩემების რომ ეთქვა თამაშის ფული მომეცეთ კი ალბათ განგვიჯავდნენ შუაზე რა და რობლოქსები უნდა და რაღაც სკინი უნდა ეყიდა რა და 200 ლარის ამბავი იყო ეს რა ამბავია შეჩემ 200 ლარი პედიკურს გაიკეთებდი შეჩემ ორი სკინი იყო და ბიჭო ეს რო უყურებს და რამდენჯერმე გამომხედა რა და აი მაგდროს იმენა მე ხარ ხო და ჩუმად ვიყიდე ჩემგან გადაურიც ხე და დაიწყო ტირილი მე თქვი რა გატირებს ხო და სიხარულის ცერემლები იყო ხო და ეს სულ მაგას ვთხოვე ბავშვს რო რაღაცა უნდა რა აი ჩემთვის ალბათ ყველაზე ყლობაში გასროლი 200 ლარი იყო რა აი ხო აი თამაშს არც თამაშობდი მაინც მე გამოვიყენებდი რა მაგრამ ბიჭო აი ხანდახან შვილს თუ არ გაუსწორე რა შენ წინა გადაცემაში ფსიქოლოგმა რა გითხრა მატერიალური არ უნდა იყოს ეს ყველაფერია არ იყო მატერიალური აბა რა იყო ეგ რობლოხები რომ მიეცი მე მყოლი იყო გადაიხადე მატერიალური უშუალოდ ფინანსური არ უნდა იყოს თუ ეხა ყველაფერი საბოლოო ჯამში რო უყიდო მე არ დამოვიწყდება ალექსანდრეს რო ვკითხეთ შენ ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და ბედნიერი დღე რა იყო და რა გაიხსენა იცი ალექსანდრე დედას და მამასო ესე ხელები ჩაკიდებული ყავდიო და ესე მანქანა ეგ ვიდეო ძალიან გავადა და ვიდეოც არსებობს მაგის კი ძალიან გაი ვიდეო კადრე გადაღებული და ეგ ყოფილა ეგ იყო თუმე მაგ ბავშვის ყველაზე ბედნიერი მომენტი რა ბავშვი არის შოუმენი იცის ხო რაზე უნდა ჩააჭირო ხალხის ემოციებზე თამაშო აუ ბიჭო ისეც გამიძრობს ხოლმე რომ რა ეხლა ეს დამოგვაზე მამა თუ არ გაქვს საშუალება არა უშავს მაგას მეუბნეო იგი მე აუ მაგარი ჩაუჭერია ბიჭო ღადაო ის საშუალება ირ მოათრია ბიჭო სკინები იაფი არ არის ქლოუდუჩი რა შეიძლება $180 ყიდოს რა დავდიო და
მამა ესენი მაგრები არიან ხო ამათ ბევრი ფული აქვს ჩვენ არ გვაქვს ბიჭო მე დედოფლების ზმანებით დავდიოდი ორივე ეგეთ გავს მანები ჩავიცეხი რა ხარ ზევსის ისინი ვიყენ 104 $360 მივეცი შეიძლება აუ შენ ბიჭო კაროჩი ეგ მითხარ მოგვიგეს გაიგე და არა უშავს მამა მაგათ ეგენიო ჩეთერები და დონატორები არიანო ეთყობა ბევრი ფული აქვს თუ გაიგე ეგ რომელი სკინი ქონდას ორივე სკინი დავით მე ვზევ შიერი ხო შეგვიძლია ბოლოსკენ გავიდეთ. გავიდეთ ბოლოს. სათამაშები არ არის? სახალისო. ესენი ამოვარდა, რა ქვია, ასოციაციები. ბუნებრივად მოხდა. მე სათამაშოდ მოვიდა. ესე ბუნებრივად წააგე. რამე ამოიღე რა. მონეტა რომ არა, ის თამაში მონეტის არა. აღარ აკეთებ საჩი თემებს. არა, დაუბრუნ გავაკეთებ შემდეგიდან. გააკეთებ? კი. შემდეგიდან აუცილებლად გავაკეთებ. ბექა ესე გამოვიდა. არა, მონეტაზე არც მithქვამს ჯერ. რენდომ თემების ყუთი აჩიმ დაიკიდა ამ გადაცემას, ბოლოს გადაცემაში არ თქონია ვაფშე. არც ერთში. იმიტომ რომ ჩვენ გადაშლილი ციგნები ვართ მე და მახარა და ისედაც არაფერი არ გვჭირდება რომ ეს გადაცემა კარგი გამოვიდეს და მხიარული გამოვიდეს, იმიტომ რომ ხო გავერთეთ. ძალიან სხვათა შორის მადლობა მოწვევისთვის და იმედია თლად მოსაწყენის სტუმარი არ ვიყავ. მე გავერთე ყოველ შემთხვევაში. ხო, ანუ მთელი მუღამი ეს არის რომ ერთად უნდა ამ გადაცემის ვინც მოხვალთ მეგობრებო მომავალში იცოდეთ რომ ჩვენთან ერთად უნდა გაერთოთ. სხვანაირად არ გამოდის ეს გადაცემა კარგი. იმიტომ რომ ისეთი ორი შოუმენი მიზის გვერდი. ანუ სულ რომ მარტო დასხნენ ისიც მაგარი. რა კარგად არის. ორი თქო ხო და ჩემზე კი არ მიგულისხმ. რა შეეხება აი ხა მითხარ რომელი YouTube-ს უსურებდიო ყველაფერს კარგს და ყველას დავიბოღმებოდი. მაგრამ რაბანაზე აი რაბანას მივცემდი რა. მიეცი მე. მართლა აი ნუ ყიდე რამე სკინი მაგას ვალორანტში. რას მიცემდი? რას ყველაფერს და არ დაიბოღმებოდი? ალბათ შენი კოლაბორაცია რო გეჩუქებინა, არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ არა უშავს. არ ვაჩქი შემჭი ყველაფერი. აი მე ხარ მეცალი ვიყავი მეთქი გადამული. მე უნდა ვაფშე უშევადო შეტყვა მეძახით ბიჭო. უშევადო შეტყვა მეძახით თუ სტუმროთ რო ზიღათ განდონებო. რატომ გინდა? არ მინდა, არ მინდა, მაგრამ დავიწყებთ მოვა. შეიძლება ეხლა მოხვალდი ყელეზე მკიდები. ნახე არ გეუბნებოდი მაგას. არ თუ გინდა შეიძლება ყელეზე მკიდი ხარ და გააჩვი. აი თუ გინდა მაგას მე მეტყვი შეჭება, იმიტომ რომ გჭირდება. არა, ტატო შეიძლება არ იყოს რაღაც ერთი გადაცემა კიდე და მოდი და მე და შენ ვიყოთ თქო ისე. მარტო? აბა ტატოც გინდა რომ იყოს? ხო. ეგრე დაგიძახოთ ანუ. ხო. აი ბაზარი. შეჭება. ეს ხანდახან მოენატრება ხოლმე ორ შაბათობაში გამოსვლა და ლაივში გამოჩტომა. კაი. მე იმიტომ რომ იქიდან ცალკე საზრდოს ვიყავ რა. ვერამდე ეჭებოდა კავაზე და დაუბრუნე. აი დი ნახვი თქვი შეჭება თუ რამეს იძახი რა. ბექა რატო არ მაცდი? ბოდიში. შენ სათვალე გეკეთა ხოლმე? ლინზები მიგეთია ხა. ისე სათვალე გეკეთა ხოლმე, ხო? აი ბიჭო ეგ არის, შეცვლილი ხარ თუ უნდა მეთქო, მაგრამ ცხვირის გავიკეთე. ცხვირი თქვა გადავინერგე. შეჭება. პედიკურზე შემეცი მთელი გადაცემაა და შენ ტრენერს ცხვირის ოპერაცია გეკეთებული აქვს. სათვალე მოიხსნა. ცხვირის მოისა. თმები პედიკურთან ათანაბრებ ამ ყველაფერს, ა? შენ მაზუტიანი კაცი შეჭემა, გადაყუდებული ხო ტრაკის ღარი რო გიჩანს იქ, რაღაც რო აკეთებ? სუფთა. მე კომპლექსი მაგ და სუფთა იმას იმიტომ ვიცხებ ხოლმე. მადლობა მინდა რომ ბექას უთხრა, არა მარტო აქ მოსვლისთვის, ზოგადად ძალიან გვერდში დგომისთვის, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მებხან, მოუტყან თუ რამე არ ჩაივიცხოს დღეს. არ ვიცი რა ის ხელის გულმებ. ვიცი, კალ, მადლობა. შეიძლება? ადამიანზე ვამობდი რაღაცას. ყველაფერი მინდა რომ საუკეთესო გისურვო მართლა გულით. და როგორც პროფესიონალი მინდა გითხრა რომ ეხლა რა საქმეს საკეთებ გულისხმობ ამ ფიტნეს თემებს, ვიცი რომ ძალიან გეოსება, ძალიან მაგრად გამოგდის. და ის რომ მე ესე ვარჯიშის მიმართ კიდე ესე მოვტრიალდი, ჩემი ამბების გარდა შენი დამსახურებაა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან შვიდი, ძალიან გაწონასწორებული, ძალიან წყნარი და ძალიან კარგი მოტივატორი ხარ ვარჯიშის დროს. ასე რომ აბსოლუტურ რეკომენდაციას უწევ ბექას ამ სფეროში. მახარას ღიფსაც კი გააქროს, მე დარწმუნებული ვარ, თუ ის გამოვა გლდანიდან. მოდი, გინდა? მოდი. მოდი. ძალიან მოგენატრა ეთყობა. ელასტიკი გასვია? ტრენერი და მეორეს რა ქვია? მოტრენერე? მოსწავლე. მოსწავლე. მეცავლოკა ვერც და დამოკიდებულება ეს დამოკიდებულება. მახარა ვერ იტანს, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს კომპლიმენტებს ეუბნება. ხო, თან. აცებითა. ხო, ანუ აჩიმ რაღაცა კარგი თქვა შენზე და გულიერეო და ანუ გულიერ რომ მოვედი აჩიკო შენზე რაც კაი თქვა და
აი ეს რაღაცები ჭირდა. იმიტომ რომ ამა ხონაგეს ყლეო და ამაში მან იგულისხმო როგორ უყარხარ. არა, დილით მე კაცად ჩიკო, აი გიო, ჯერ პადელს თამაშობს. ტვინი და უკვე მანერული გახდა და უკვე საუბარში ეთყობა ეს ყველაფერი. აუ გიო, კალას უსმინე, აი მეორედ შემიყვარდა. არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ეხლა დაიწყო შეყოფს მეთქი ენას და ეგრეთ საკითხად ყველაფერი. არა, შენ ესე გესმოდა ხო? მარტო ეს გესმოდა. ანუ მეტი არ გესმოდა არაფერი. აჩიკომ დარეკა და ვერ გავიგე რა უნდოდა. აი გიომ ისე ილაპარაკა ჩვენზე რომ რაღაც აი მართლა აი მაგის თქმა მინდოდა და ძალიან ადამიანურად და აუ რა უხეში კაცი ხარ ჩემი კარგი. ანუ რო გამოსულიყავ და ჩამეჭირა ეხა მანკესების ვიდეოზე შენთვის სულ ერთი იქნებოდა. ძალიან ვიცნებდი შენ რო შედარება მე ველოდობდი რომ შენ შედარებას გააკეთებდი ბლენდერებთან და შენ აი ლაივს გაუშვებდი რო გადაიulis ეხა ეს პიკი რო თქვენ ჩავარ აი რო აღზევდებით არა შეშემა ვაფშე არ იყო ეგეთ ჩავარდნა რა ეხა ტვინი მოიწყა მართლა არ იყო ეგეთ ჩავარდნა სოსოს ვიდეო კორეაში ჩავარდნა იყო და შენი ანკისები არ იყო შენი კარგი მართლა რო უნამუსო კაცი ხარ ოქროსთან ჯვავშეჩემა ანუ რა გინდა შენ საკეთებ ყველაფერი მაგარია ბიჭო ნელა გრიშა და ბადრი რო იჩთებით გრიშა იმედიანება ჩვენ იმენა აუ ბიჭო ჩვენ ჩავარდნა არა გვაქვს კაჭე კომენტარებს გადახედე ხოლმე და ჩვენ სწორედ ვაკეთებთ ყველაფერს რა შეიძლება კონტენტი ხანდახან რაღაცა ბიჭო ცოცხალი ორგანიზმია გაითვალისწინე ანუ ეს კომენტარები ხო ცოცხალი ორგანიზმია ოკეია ბიჭო მაგრამ ეხა ვიღაცები ვით იმათ როგორც უწერენ ეგეთი კომენტარები რომ მე მიწერო რომ მაგას ვერ ავიტან მაგრამ ეს ოკეია კონტენტში გეხმარება ხალხი ეხა ვიღაცამ მეძახოს რომ ხმა ამოიღე შეყლეოდა რაღაცები ეხა მე ხო მაგას ვერ ავიტან ეხა არ მინდა ისე გამომივიდეს ხო ხტები რა ბეკრამის თქვა ხო არა კალაზე მინდა 1-2 სიტყვის თქვა რა ერთ ავლოკავ და მახარაზე არა არის რომ მახარაზე მადლობა მოწვევისთვის კალაზე მინდა 1-2 სიტყვა თქვა და ავლოკო. ძალიან კაი ადამიანია, ესე ახლო ის არ მქონია ის რომ შეხება, ძალიან ძლიერი, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად. ხედავ. და ძალიან მიხარია, რომ ცირედით თუ რაც იყო, შენ ესეთ კარგ ყოფნაში წვლილი შევიტანე და არ გაჩერდე ერთი ეს თხოვნა მაქვს. აღარ გაჩერდე. აღარ გაჩერდე ბოდიში. თავარემ ჯერა და დაკავებული არის. ვიაწექი ბოლომდე და ძალიან გულშემატკივრა და შენი ჯერა. თავარი ეგ არის რომ ჯერა. კაი, მორჩით. მადლობა ბეკას და შემდეგ კვირას შევხვდებით. კარგი ადამიანი ხარ, თქვენთან კარგად გამყოფოს და იმედია ბოლომდე არ გაგრძელდება ეს თქვენ ურთიერთობა რაც არის. აუზო ზაფხულში ჩემი ტანის ფოტო დაიდება. აი თქვენ რომ სტეროიდებს მიიღებთ ორივე მე ძალიან ცუდისკენ წავა ეს ყველაფერი.